გამარჯობათ. ქართველ კაცს უთქვია, ჩვევაო, ჯულზე უმტკიცესიაო. ეს იმიტომ, რომ ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი ჯულს იცვლიდა, მაგრამ მისი ჩვევები, შინაგანი მენტალიტეტი იგივე რჩებოდა. მოდით სხვა კუთხით შევხედოთ ამ საქმეს. რატომ აქვს ჩვევას ადამიანზე ასეთი საშინელი ძალა? ცოდვა, ბოროტი ჩვევა, ღვთის რჯულზე მტკიცე ნამდვილად არ არის. მაგრამ ადამიანის ნებაზე მტკიცე ნამდვილად არის. ეშმაკს ძალით არ უჭმევია ადამიანისთვის აკრძალული ნაყოფი. ადამი თავისი ნებით დათანხმდა, თავისი ნებით შესწოდა. ამის გამო ჩვენი ნებაც დაზიანებულია და ჩვენ ბუნებრივად ბავშვობიდან მიდრეკილები ვართ ბოროტებისკენ. წმინდათა სწავლებით ანგელოზები გამტკიცებული არიან სიკეთეში. ეშმაკები გამტკიცებულები არიან ბოროტებაში. ადამიანში კი მოქმედებს ამ ორის, სიკეთისა და ბოროტების ნაზავი. ადამიანი არ არის, რაღაც ეშმაკი ორი, არამედ მოწამლულია ბოროტებით, მოტყუებულია. მარცხენა და მარჯვენა, მტერი და მოყვარე ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია. ჩვენ გაურებულები ვართ. ცოდვა შეიძლება შევადაროთ ხეს, როგორც ხეს აქვს მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილები. ასევეა ცოდვა. აქვს დაფარული ნაწილი, როგორც ფესვები. ეს არის ჩვენი აზრები, ის ენერგიები, რომლებიც ჩვენს სულებში მოქმედებენ. შინაგანი მენტალიტეტი, შეხედულებები და არის კონკრეტული საქმეები, კონკრეტული ცოდვები, რომლებიც ამ ბუნებიდან აღმოცენდებიან. ბოროტი ჩვევები იზრდებიან ადამიანის მოწამლული, გაურებული ბუნებიდან, როგორც ამ ბუნების შესაბამისი საქმეები. ბოროტი ჩვევები ადამიანის ნებაზე მტკიცე იმიტომ არის, რომ ადამიანს ნაგავი გადასაყრელად არ ეთმობა, მოსწონს თავისი დაცემა, უარს ვერ ამბობს კაიკაცობის ლეგენდაზე. ვისაც უნდა, რომ ბოროტი ჩვევები მოიშოროს. ვერ შეძლებს ამას განწმედის გარეშე. ერთი და იგივეს გაიმეორებს 10 წლეულების მანძილზე. სანამ ადამიანი ამ პარტავნებას არ დაარქმევს ამ პარტავნებას და არ შეწყვიტავს შელამაზებას, რომ ეს არის ღირსების დაცვა. სანამ რუშობაზე და გარყვნილებაზე არ იტყვის, რომ ეს არის ცოდვა, ბოროტება და დანაშაული. სანამ იტყვის, რომ ეს არის ჯანმრთელობა და ბუნებრივი მოთხოვნილება. ვერ შეძლებს, რომ დაცემული ბუნება განკურნოს და შესაბამისად წლიდან წლამდე ერთი და იგივე ბოროტი ჩვევებით იქნება დაკავებული. სანამ ადამიანი უარს არ იტყვის თავისი კაიკაცობის ლეგენდაზე და სახარებით არ დაიწყებს მოქმედებას, ვერ განიკურნება. დაცემული ბუნება იკურნება მხოლოდ ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით, მოღვაწეობითი ცხოვრებით. შემდეგ განკურნებული ბუნება თავისი თავიდან, თავისთვის ბუნებრივად უკვე აღმოაცენებს შემდეგ კეთილ ჩვევებს. მერთმა გაგახაროთ.